მოგზაურობა კვიპროსში სწორედ ამ საოცარი კადრით მინდა დავიწყო. იმედი მაქვს, თქვენც ისეთივე ემოციები დაგეუფლებათ, როგორცაც ჩვენ იმ წუთებში განვიცდიდით. ეს ლარნაკაა, კვიპროსი, მარილიანი ტბა, ადგილი, სადაც დრო თითქოს ჩერდება, ხოლო მზის ჩასვლის მომუსველი სილამაზე თავის იდუმალებით გავსებს და სამყაროს სიდიადეს მთელი არსებით გაგზნობინებს. მოდი, ერთად გადავეშვათ ამ დაუწყარ მოგზაურობაში. მოვინახულოთ კვიპროსის სანაპიროები და ის განსაკუთრებული ადგილები, რომელიც ამ კუნძულს ასე გამორჩეულს ხდის. მოგესალმებით. დილის 8 საათია, ჩვენ ვიმყოფებით ფინიკუდესის სანაპიროზე. წყალი ასე გამოიყურება. რატომ ქვია ამ სანაპიროს ფინიკუდესი? აი ამ პალმების საბადივცემლოდ, ეს ფინიკის პალმები ყოფილა და სანაპიროსაც ქვია ფინიკუდესის სანაპირო. წყალი შორ მანძილამდე, დაახლოებით წელამდე გრძდება, ესეთი თხელი სანაპიროა. აქ ზღვა იშვიათად ღელავს. ამინდი არ ფუჭდება. ანუ სულ მზიანი დღეებია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სანაპირო, ანუ ზღვა არის ძალიან სუფთა. არანაირი დაბინძურება. ბავშვებისთვის უსაფრთხო. ოკეან ბასკეტში და გვინდოდა გაგვეზიარებინა 29 ევროთ. რა მოგვიტანეს? იმიტომ რომ ეს იმდენად მისაღები ფასია, რა თქმა უნდა, ეხლა ქართულ ფასებში, გადაიყვანთ ევროს ლარებში. ესე იგი, 40 ევროში, 29 ევროში მოგვიტანეს. ერთი დიდი თევზის დაფა, ზღვის პროდუქტების დაფა, სადაც შედის როგორც კალმარები 8 ფეხა, კრევეტები, თევზი, კარტოფილი ფრი, ასევე მოგვიტანეს ყაბატი ფრი, სოუსები, პურის ტაკერა, პატარა კარაქი და ერთი დიდი სალატი. ეს არის 2 კაცის მენუ, რომელიც 4 კაცისთვისაც თავისუფლად საკმარისია. აი ეს. მოვედით ლარნაკის ღირსშესანიშნაობასთან. ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ეს არის ლარნაკის ციხესიმაგრე, რომელიც სანაპიროსთან მდებარეობს. არაჩვეულებრივი ხედებით გამოირჩევა და შევიდეთ შიგნით. ეს ციხესიმაგრე აშენებული იქნა ბიზანტიელების მიერ მე-12 საუკუნეში. თავიდან პატარა შენობა იყო ქალაქის დასაცავად მეკობრეებისგან, შემდეგ კი ლუიზიანელების პერიოდში გადაიქცა დიდ ციხესიმაგრედ. შემდეგ გაუძლო ოსმალების პერიოდში ამ ციხესიმაგრეში განთავსებული იყო სამხედრო ბაზა, შემდეგ გადავიდა დიდი ბრიტანეთის მმართველობის პერიოდში და იქ ნამდვილი ციხე გახდა. ამ დიდი ბრიტანელების მმართველობის პერიოდში ეს ციხესიმაგრე გამოყენებული იქნა როგორც ციხედ, ანუ აქ ყავდათ ტუსაღები და აქ არსებობდა როგორც გილიოტინა, ასევე სახრჩობელა და ეხლა გაჩვენებთ პირველი ოთახი. ეს არის სახრჩობელა და ნახოთ, შევიხედოთ როგორი არის სახრჩობელა. აი ეს ოთახი იყო სახრჩობელა. აი აქ ხალხს აღჩობდნენ დიდი ბრიტანეთის მმართველობის პერიოდში. ძალიან მძიმე აურაა. აი ესეთი
დაბლა ესე გამოიყურება ყველაფერი და მითითებული არის, რომ აქ იყო სახრჩობელა. ახლა გავიდეთ და ნელ-ნელა დავათვალიეროთ. ყველაფერი. შიგნი ეზო არის ძალიან ლამაზი. ესე ხეებით. თული აქ არის. აჰა. ავიდეთ აბა კიბეზე, ეს არის მუზეუმი. შევიდეთ დავათვალიეროთ. ამ მუზეუმში ინახება აღმოჩენილი არტეფაქტები. ეს რა ლამაზია. ლამაზი ხედია. ხო. ძალიან. თასაკია ზღვას ხედავ. ეს ციხესიმაგრე ინახავს მთელი ლარნაკის ისტორიას. დაწყებული ბიზანტიიდან დაამთავრებული დიდი ბრიტანეთის მმართველობის პერიოდი. ანუ აქ ყველაფერი რაც არის აღმოჩენილი მოიცავს ამ პერიოდს. და დამენგცე. ეს ნივთები. ისე ხედავ. აქ აღმოჩენილი ჭურჭელი. საკმაოდ ლამაზი ნივთებია. განსაკუთრებით ეს ჩიტის ნახატიანი თევში თუ რა ვიცი რაც არის. ძირითადად თიხაზე არის ნამუშევარი ყველაფერი. პატარა შესწორება მინდა შევიტანო ჩემს სიტყვებში, რომ შეცდომაში არ შეგიყვანოთ. ლუზინიანები და არა ლუიზიანელები. ლუზინიანები იყვნენ ფრანგული წარმოშობის სამეფო დინასტია, რომელიც კვიპროს შუა საუკუნეებში მართავდა. ეს კი ხედებია ციხიდან. აქ ძალიან გავერთეთ, ლამაზი ფოტოები გადავიღეთ, სანაპიროდან მონაბერმა სასიამოვნო სიომ ცოტათი გაგვაგრილა. დილამშვიდობის ჩვენ ვიმყოფებით კვიპროსზე, ქალაქ ლარნაკაში და ეს არის ქალაქ ლარნაკის და არა მარტო ქალაქ ლარნაკის ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიწმინდე, წმინდა ლაზარეს ეკლესია. წმინდა ლაზარე, როგორც მოგეხსენებათ, ახალი აღთქმის მიხედვით იესო ქრისტემ მტრეთით აღადგინა და იგი პირველ საუკუნეში მოდის კვიპროსზე, კერძოდ ქალაქ ლარნაკაში, კიტიონი ეგრეთ წოდებული და აქ ხდება ეპისკოპოსი. მთელი თავის სიცოცხლის მანძილზე იგი მოღვაწეობდა ქალაქ ლარნაკაში და იქნა დასაფლავებული ამ ადგილზე. ხოლო მე-9 საუკუნეში ბიზანტიელებმა ააშენეს ეკლესია
წმინდა ლაზარეს საფლავზე. აქ შევდივართ ახლა ეკლესიაში. გარემო არის საოცარი. საკურთხეველი არის ულამაზესი. ეს არის წმინდა ლაზარეს სხეულის ნაწილები. ეს კიდევ აი საკურთხეველი ასე გამოიყურება. საოცარი სიმშვიდეა. არაჩვეულებრივი ატმოსფერო. ისმის გალობის ხმა და ეხლა ჩავდივართ პირველ სართულზე, იქ სადაც წმინდა ლაზარეს საფლავი არის. ეს საფლავი, ანუ თვითონ წმინდა ლაზარეს სხეულის ნაწილები აქ აღარ არის, როდესაც ნახეს, გადასვენებული იქნა სხვა ადგილზე. და ეს არის თვითონ ის ადგილი, სადაც ესვენა წმინდა ლაზარე. და აქ მოდიან ადამიანები, თხოვენ ჯანმრთელობას, წვევიან შიგნით და ძალიან ბევრ ადამიანს აუსრულდა თავისი ოცნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. აი ასე გამოიყურება ის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო წმინდა ლაზარე. მშვიდობის ეხლა არის დილის 7 საათი, მთელი ოჯახი გავემართეთ აიანაპისკენ. ვაპირებთ რომ მოვინახულოთ აიანაპის სანაპიროები, იქ სიყვარულის ხიდი, გადავიღოთ ფოტოები. ამისთვის ვიქირავეთ მანქანა. მანქანის ქირაობა კვიპროსში ყოველ შემთხვევაში ლარნაკაში ძალიან ადვილია, გჭირდება მხოლოდ პასპორტი და მართვის მოწმობა. ჩვენს მანქანაში გადავიხადეთ 30 ევრო დღიურად, მაგრამ დისკომფორტი შექმნილი იყო ის ფაქტი, რომ 200 ევრო დაგვატოვებინეს წინასწარ მაინც დაზღვევის მიზნით. მოგვესალმე მარი? დაანჯება. ხო, რაც შეეხება მოძრაობას, აქ იცით რომ მარჯვენა საჭიანი მანქანებია და მოძრაობა არის მარცხნივ. ესეც რა თქმა უნდა დისკომფორტის შექმნელია ჩვენთვის. მიუჩვეულობა. ჩემი ქმარი, როგორ გძნობ კოტე თავს? მარცხნივ. მარცხნივ გძნობს თავს. მაგრამ იმეჩვევით, ყველაფერი კარგად იქნება. აი მოვედით მისი ბიჩზე. აი ასე გამოიყურება მისი ბიჩის სანაპირო. ეს ერთ-ერთი ულამაზესი სანაპიროა მსოფლიოში. თავისი ქვიშის ფერით, ზღვის ფერით, აქ ფირუზისფერი ზღვა, რაც განაპირობებს ქვიშა. რატომ ქვია ნისი ბიჩი? აი ამ კუნძულის გამო. თურმე ეს ნისი ყოფილა კუნძული და აი ამიტომ ქვია ნის კუნძულის სანაპირო. როცა წყალი თხელია, იქ ბილიკია და ბილიკით შეიძლება კუნძულზე გადახვიდე.
აი ასეთი ზურმუხტისფერი წყალია ნისი ბიჭზე. შეხედეთ როგორი გამჭირვალეა, საოცარი სანაპიროა. თავისი ხედებით, სილამაზით, წყლის სისუფთავით. მინდა გითხრათ, რომ ლარნაკასთან შედარებით აქ წყალი ბევრად თბილია. ძალიან კარგია. მოგესალმებით, მოვედით აიანაპას მთავარ ეკლესიაში. ეს არის ღვთისმშობლის ეკლესია. როგორც უკვე გითხარით, აიანაპა ნიშნავს წმინდა ტყეს, წმინდა ხევს და ლეგენდის თანახმად მონადირემ გამოქვაბულში იპოვა ღვთისმშობლის ხატი და გადმოცემით სწორედ ეს ხატი არის აქ დასვენებული. მოვედით სიყვარულის ხიდთან. აი ასე გამოიყურება. არაჩვეულებრივად ლამაზი ადგილია. ხედები ზღვაზე. ესე იგი ნისი ბიჭიდან მანქანით დაახლოებით მოუნდით 5 წუთი. და აუცილებლად სანახავი ადგილია. პირველად რომ ვიყავით ჩვენ გიგემით, ნახეთ, მაგრამ არც ზემოდან არის ნაკლებად შთამბეჭდავი. ეხლა რატომ ეძახიან სიყვარულის ხიდს? ესეთი ლეგენდა არსებობს, რომ თუ შეყვარებული წყვილი სიყვარულის ხიდის შუამდე მიაღწევს და იქ ფოტოს გადაიღებს, მაშინ ისინი უბედნიერესები იქნებიან. მოვედით თეთრ ეკლესიასთან. ეს ეკლესია აიანაპასთან ახლოს მდებარეობს. აიანაპადან რომ გამოდიხართ ლარნაკის მიმართულებით, აი ასე გამოიყურება. საოცარი ხედები აქვს. საოცარი. ფოტოებისთვის არის ძალიან ლამაზი, შეგიძლიათ მოინახულოთ. და აქ პატარა სანაპიროა, აი ასეთი. ულამაზესია. და ბოლოს, ჩვენი მოგზაურობა მინდა ამ საოცარი კადრებით დავასრულო. ეს ნისი ბიჭია, კრისტალურად სუფთა ზღვა, ფირუზისფერი წყალი. კვიპროსი ხომ გამორჩეულია თავისი დაბალი ფასებით. ამინდით, რომელიც ზაფხულში არასოდეს ფუჭდება. სწორედ ეს ხდის აქ დასვენებას ასეთ იდეალურს. დიდი მადლობა, რომ ვიყურებთ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. რომ არ გამოტოვოთ კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოები, რომელსაც მომავალში შემოგთავაზებთ. შეხვედრამდე.